მოგესალმებით არხის გამოწვევებო ისევ წერონიდან დღეს 23 აპრილია ჩამოვედით ისევ წეროვანში მე და ნინა დღეს ნინასთვის იქნება მესამე გასვლა ცუდი ამინდებიდან გამომდინარე ისევ ვერ მოვახერხე მინდორში გამოსვლა გუშინ გამოვიდა ამინდი ცოტა სტაბილური იყო დღესაც კარგი ამინდია მაგრამ დღის მეორე ნახევარში ისევ ირევა ამინდი ვეცდები დღეს უკვე შევიხვედრო ფრინველი ინტერნეტში და სოციალურ ქსელებში მოპოვებული ინფორმაციით იდება ინფორმაცია რომ წერი სადღაც გამოჩნდა მაგრამ სხვაზე დაყნობას მირჩევნია მე თვითონ დარწმუნდი ამაში გავატარებ ისევ ნინას რა შეიძლება ველოდებოდე დღევანდელი დღისგან დღეს დროში არა ვარ შეზღუდული ვეცდები მაქსიმალურად ვატარო ნინა მინდორში ბალახ შედარებით უკვე გაზრდილია რაღაც ადგილებში ჯიჯილიც არის კარგად წამოსული ვეცდები რომ ფრინველი შევიხვედრო სავარაუდოდ ფრინველი შეიძლება იყოს უფრო მაღალ ბალახში სადაც შეიძლება იყოს მაღალი ბალახი ან უფრო ბუჩქოვან ადგილებში ნახოთ თუ შევძლებ ფრინველთა შეხვედრას შევძლებ თუ არა და გამოგვივა ჩვეულებრივ ვარჯიში ერთი გადადგმული ნაბიჯი შემდეგი მზადებისთვის და ვნახოთ რა გამოგვივა ამინდი დღეს როგორც გითხარით არის შვენიერი ერთადერთი ცუდი რაც არის რომ საერთოდ ნიავი არ აგვაქვს ამიტომ რა მიმართულებით ვილით როგორ ვილით საერთოდ არსებითი მნიშვნელობა არ ექნება მაქსიმალურად ვეცდებით მე და ნინა რომ ფრინველი შევიხვედროთ რა ნინა როგორც ყოველთვის ტრადიციულად გველოდება მანქანაში ჩვენი ბრძანების გარეშე არ გადმოვა რა თქმა უნდა რაო ნინაჩკა გველოდები ოკეი ჩამოდი ხა იქნება თავისუფალი დრო დაახლოებით 2-3 წუთი მეც კიდე რაღაცეებს მოწესრიგდები და უკვე დავიწყებთ მინდორში სიარულს დავინიშნავ დროს ნახოთ რამდენ ხანს შევძლებთ სიარულს ცოტა ნიავი იგრძნობა სხვათა შორის აი ქედან უბერავს და ძალიან კარგია ამიტომ ამ მიმართულებით წავალთ ოკეი წავიდეთ და ვნახოთ კი ნორმალურად შვენიერი ნიავია რაც ძალიან მახარებს რა ეგეთ მაღალი ბუჩქებია მივიწევით ითომ წვიმები იყო მაგრამ ბალახი კი არის ცრიანი მაგრამ მიწა არ არის ბალახიანი მალევე აშრა მიუხედავად ამდენი წვიმებისა ნიადაგი მიწა მაინც შრალია ბალახი კი არის ცრიანი დავიდა მიდი აი სელაპივით არის რა მაგარი გასუქებულია ამ მოძრაობისგან არა სამო ოდი აქ კარგი გქო იქეთაც ნახავ რა სიტუაცია აქეთ ხარეს არ ყოფილა წელს მხოლოდ ჩემს ზოგს გამხარეს ვიარე და ნუ იქეთაც მომიწევს იმიტომ რომ ბევრი ტერიტორიები შემოღობილებია აქ ანდრე არ იყო შემოღობილი ხოლმე მაგრამ უკვე დაიწყეს და მისაკუთრესა გაიფორმეს მანამდეც ქონდა გაფორმებული მაგრამ უკვე აი ნახა შემოღობილებია რაც ძალიან გძოდავს სიარულში მაგრამ ნახოთ რაც იქნება როგორაც იქნება და ფრინველი შევიხვდროთ მე ვიცი ეჯერობით არის მის რა დიდად წერის კუთკუთი არის მის კი აი წერის ხო არა დაანებენინა ფუ უი ბადი პატრიალ თაგვისოროს Фу! Es უნდა მოუშავოთ. Фу!
არა. დაანებე თავი, მოდი. კი, მწყერის ხმა ისმის. მწყერის ხმა ისმის, რა წავალთ იქით მიმართულებით. ფუ! მოდი. წამ, დაანებე თავი. ეგ გვაძლევს იმედს, რომ რაღაც შეიძლება ნახოთ, აბა. ეს პირველად ამ ადგილებში ჩდება ხოლმე, აი აქ სულ ბუჩქოვანი და ესეთი შედარებით მაღალი ბალახია, აბა. ნახოთ აქ თუ რა არის რამე ხმაც აქედან მოდიოდათ ახლა და არა ნინა ნუ ქეკავ. აუ ჯერო იმხელა. Якет, види. Меди გაერკვე. ენდოთ ბოლომდე თქვენ ძაღლებს ენდეთ ბოლომდე. თან მით უმეტეს საუი რომელიც გამოცდილია. მისი ყმოსთვის რეცეპტორები უფრო ძლიერია, ამიტომ ბოლომდე უნდა ვენდოთ რა. ბალახი იმ დონეზეა გაზრდილი, რომ უკვე სამალი ფაქტურად კარგად აქვს და ფრინველიც უკვე როგორც კი კარგად დაიჭერს ამინდები სტაბილურად კარგი იქნება, ფრინველიც მეტი მოემატება რა. ეს პირობა რომ ფრინველი უკვე დაჯდეს გააკეთოს მასიური გადმოფრენები, პირობა უკვე მაგის საშუალებას იძლევა. ნახოთ. აი, პირველი მწყე. ერიც ნახეთ, ნაბული ვერ გაუკეთა. კი პირველი ნახეთ. დეღან დაუტრიალდა. პირველი მწყერი ვნახეთ. მწყერი არის. ნუ ეს არ ქვია, მწყერი მასიურად არის, მაგრამ უკვე როგორც კი ნელ-ნელა დაიწყება მასიურად შემოფრინები და მოემზადეთ, ვისაც ყავს საგეში ძაღლები, ვისაც ყავს საგეში ლეკვები. უნდა გამოყოთ დრო, რომ ეს პერიოდი არ გამოტოვოთ, სანამ ბუდეზე არ დაჯდება. შეგვიძლია რომ ვატაროთ. მოდაშორის კარგი მოზრდილი მწყერი იყო, აბა იქ გადაჯდა. ადამიანზე მივიყვან იქნება. იქნება ეს გადამჯდარი ნახოთ. წამონინა მოტრიალდი. მოდი აქეთ. აქტიურად არ ვაცალე მე.
ნაბულის გაკეთება ყველაზე გადავიდა ძევნაზე და მოხსენი ასე რომ ჩემი ბრალია რომ ამ ფრინველს ნაბული ვერ გავუკეთა რა. აგე მეორე, ალბათ ეს იყო რა. შეიძლება ეს არ კი ამასაც ჩაჯდება. აჰა, ჯაგებში. ფუ, ნინა! მოდი აქ. დაანებეთა, წამო. ფუ, წამო. რაღაცას უტრიალებს. არა, ფუ! მოდი აქ, წამო. Tamam. Tamam. Აბა იქ ნახოთ. სუსხი მაინც აქვს რა, კაი სუსხია. სიცივი არის, იმიტომ რომ აი მაღალმთიანში კიდევ თოვლია და ეს დღეებით მაღალმთიან რაიონში თოვლი წერია რა, ასე რომ ჯერ სიცივეები აქვს. ამ ეტაპისთვის რა მშვენიერ აჩლის ნორმალურად ეს მანძილი მე ვაკმაყოფილებს ჩემ დაახლოებით აქედან არის 70-80 მეტრი ალბათ და რავი ნორმალურია პარალელებიც ისეთი რა ქარს კარგად იყენებს ორივე მხრიდან კარგად ტრიალდება ეს ჯერ არ არის ოპტიმალური ფორმა როგორც უნდა ირბინოს ან როგორც კარგ ფორმაში ყოფნა ძაღლმა ნელა ფორმანდეც მივალდა დრო არის თელი აპრილის ბოლომდე და უკვე აპრილის ბოლოდან მაისის შუა რიცხვებამდე უკვე კარგ ფორმაში უნდა ჩავდგეთ რა რომ ვეცდები წელს კიდე ერთი პომ მივამატო ნინას აბა მოდი აქ ვნახოთ ახლა ეს ჩამს და იმ წე მოტრიალებული ხოც ესე და იყონოს დიდი ალბათობით თუ გადაჭდა და გამოძრაოდა ფრინველი სწორად მიდის არა ნახე აბა თვითონი პოუს ჯობია ახლა მე რომ მივიდე კიდე შეიძლება აფრინდეს ან შეწეული იყოს აი რაღაცა მაჰა ჩვენიერი ბალახი ნახა დიდი ოდია ადგილი შემოშალა არა აქ ჩერთა შკოლათაშ მიდი ნახე დამთი აი ცალბათ წამონი აბა აქეთ ნახოთ რა სიტუაცია აქაც კაი მაღალი ბალახია ეს კარგი მანი არ მოემატა მე კარგი მაგრამ აქ სასიარულო პირობა არ არის
მოტრიალება. სადამდე შეძლოთ მივიდეთ, თორე მოტრიალეთ. სულის კარი გვექნება, მაგრამ ძალიან მაღალი ბალახი. წავიდით მოვაროთ. აი მოტრიალდით იქეთ. აღარ იყო სასიარულო, არ იყო სიარულის საშუალება. ზურგის ქარი კი გვაქვს, მაგრამ არა უშეხა კიდე ქვევით ჩავალ და იქედან აქეთ გამოყვები მე ოღონდ ცოტა სხვა მინდორშია. ნახნავში ჯეჯილში არ შევედი. შეიძლება იჯდეს პრინციპში ხელი, მაგრამ თუ იგზის, მაგრამ იჯდება რა და ამიტომ სადაც შევხვდება. თუ არ შევხვდება და არ შევხვდება. არც ეგ არის პრობლემა. თავის დროა ყველაფერს რა. წამ, მოდი. კარგად იყენებს ქარს ძალიან და მე კიდე საპირისპიროდ ვამუშავე, მაგრამ არა უშავს. ჩავალთ იქეთ და იქედან აქეთ გამოყვები, ამიტომ ჩქარობ მაქსიმალურად ჩქარა გავიაროს. ეს მინდორ ისო ქარზე დავაყენო რა. სწორად იმუშავოს. მომიწევს ცოტა ჩქარი ნაბიჯებით. აი ისო იქეთ მინდორში გადასვლა რა. არ პირობა იქეთ ხარეს უკეთესი. რომ მაღალი ბალახია, არ ვიცი რატომ, მაგრამ შედარებით დაბალია რა. არა, მოტრიალდი. ფუ! ნინა! წამოდი. ადი თავი. ჩემთვის ახლა მთავარია, რომ მეტი ირბინოს, მეტი ენერგია დახარჯოსო. კარგად გამოაფრიზლოს ორგანიზმი რა. ურამეს წავაწვით კიდე თელად უკეთესია. ოჰოჰოჰო. ნუ კეკაო, წამო. მოტრიალდი. წამო, მოდი აქ. წამ. ნელა მე უკვე გაჩვენებთ მაგალითს, მათთვის ვიც. კეკვას და გადა მოწმება შორის განსხვავება არის მომენტი, როცა ძაღლი კეკავს მიწაში და არის როცა ამოწმებს რა და უკვე ფრინველი უფრო მეტად შემოვა მაგის განსაზღვრა და მაგის ჩვენება უკეთესი არის რა. ეხლა ძირითადად კეკავს რა. ნებისმიერ რამეზე განსხვავებაზე ისურვა ნებისმიერ რამე სხვის ყოფნა კეკავს ეგ უნდა დავუშავო. წამო, მოდი. კიდე ერთი წალი ამოიყვანა. არა, წამო ნინა, წამო კიდევ ნახო. წამო მოტრიალდი. ნუ აი მაღალ ბაღში იყო. დავინახე. წამო. მოდი აქ, წამო გეყოფა. ჩემთან, წამო. ეხო დაგიწახე. მე ხო დაგიწახე. მოდია. Там, иди баллон. Nina. Чапос. Фу, да, не бетал, там один.
მიდი. წინ. წინ. მიდი. მიდი. Stop. ოჩა. ჩვენი პირველიც ნახეთ. აჰა. ნაბოლიც ნახა. პირველიც ნახეთ. პირველი არა. ეს პირველი მეორე მესამე. Tamo. Otrialdi, tamo. მოკლედ დღეს ეს იყო სულ დღევანდელ დღეს როგორ შევაფასებდი ვიარეთ 50 წუთი 55 წუთამდე ნახეთ სამი ფრინველი აქედან ერთი დაამუშავა მოიყვანა ნაბულით რავი ნორმალური იყო გავგიმართლა რომ თავიდან არ იყო ნიავი მაგრამ როგორც კი მინდორ შემოვიდით ნიავმა მოიმატა როცა საშუალება იმუშავა ნორმალურად და რა ვიცი გავაგზავნებ მზადებას აქ ღირს უკვე წამოსვლა ფინალ შეიხვედრებს კაცი ამინდი ეხლაც უკვე ძალიან ირევა სადღაც შუა დღის მერე ისევ წვიმაა დღეს ხუთშაბათი დღეა დღეს და ხვალ წვიმს შაბათ-კვირას ნახოთ როგორ გამოვა ამინდი ამის მიხედვით ალბათ კიდე გამოვალთ რა გთხოვთ გამოიწეროთ ჩემი არხი მოიწეროთ ვიდეოები დროებით